მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, იწყება ჩვენი მორიგის შეხვედრა, რომელიც გაიმართება ნარგო ჰოთელსა და გასტრონომს შორის. Ხო შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია სნეკი, რომელიც აწარმოებს ნატურალური მიწისძვრის კარგს, შეიძინეთ მათი პროდუქცია და არინანებთ დამერწმუნეთ. გაგაცნობთ, სანამ შეხვედრა დაიწყება შემადგენლობებს, ნარგო ჰოთელი. Კარში ბექანონიკაშვილი 37 ნომრიანი მაისურით, ზურა ვარდუაშვილი 99 ნომერი, ლაბდო ჯიბლაძე 7, მიშო ურჩუხიშვილი 10 ნომერი, ნიკა ჯიბლაძე 9 ნომერი, 30 ხვიჩა იესაღაშვილი. რაც შეეხება გასტრონომის შემადგენლობას, ვასო გოგოლაშვილი კარში 1 ნომრიანი მაისურით, ნოგო იორდანაშვილი 5 ნომერი, დავით ასლანიშვილი 9 ნომრიანი მაისურით თამაშობს, გიორგი დუნდუა 4 ნომერი, როლანდ კილაური 27 ნომერი და გიორგი გელაშვილი 7 ნომერი. ხო ამ გუნდების დაპირისპირებად საკმაოდ დიდ ინტრიგას ატარებს და ზოგადად აჯგუბში ძალიან გაურკვეველი ვითარება არის, ვინაიდან ყველა გუნდი ბრძოლობს პლეი-ოფისთვის. ნახოთ რა მოხდება დღევანდელ შეხვედრაში. ჩემთან ერთად დღევანდელ მასში წარუწყება ჩემი კოლეგა ვანოლო მოური. მაშინ დაიწყება ჩვენი შეხვედრა. სულ ცოტა ხანში. მარგო ჰოთელს აქვს შანსი იმისა, რომ დაიმკვიდროს პირველ ადგილზე თავი თუ ამ შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ფრის შემთხვევაშიც ქულების რაოდენობის მიხედვით ისინი პირველ ადგილზე იქნებიან. დაიწყო მატჩი მარგო ჰოტელია ბურთით, ვარდუაშვილია დაცვაში. და წინა შეხვედრაში ვისაუბრეთ საუკეთესო მცველებზე, ზოგადად ტურნირზე და აუცილებლად ერთ-ერთი აუცილებლად ვარდუაშვილი უნდა ვახსენოთ მათ შორის, საკმაოდ დამაჯერებელია. ძალიან კარგი არის და ძალიან დამაჯერებელი, სტაბილური და ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ მარგო ჰოთელს ყველაზე გამოცდილი გუნდი ყავს. და გამორჩეული კი ბატონო, რა დღის მხოლოდ ძელი გადაცემა აქ ურჩუხიშვილი აქ ხვიჩა იესაღაშვილი მე მგონი ყვითელბარათს მიიღებს დასაწყისშივე შეხვედრის თუ გაიმეტა არბიტრმა არა. პირველი წუთების ეფექტმა იმოქმედა და არ მისცა ყვითელი ბარათი, თორე გვინახავს ამ ტურნირზე ამისთვის მიღებული ყვითელი ბარათები. როგორც ყველა თამაში ცოტა არეულად დაიწყო ესეც, მაგრამ უფრო მაღალი ტემპი არის. იორდანაშვილია გამორჩეული, რა თქმა უნდა, როგორც მთელი ტურნირი გასტრონომის შემადგენლობაში. ძალიან აქტიური ბიჭია და ძალიან კარგი კაპიტანია ამ გუნდის. და მთლიანად გასტრონომი საკმაოდ მებრძოლი და უხერხული მეტოქია ნებისმიერი გუნდისთვის და საკმაოდ კარგი დებიუტი აქვს ამ ტურნირზე. ჯერჯერობით ისევ ინარჩუნებენ შანსს იმისა, რომ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. მაგრამ ძალიან მებრძოლი არის და ბოლო ანუ თამაშობენ კარგი გადაცემა, იორდანაშვილი ფეხი დაუსხდა და შემდეგ ჯიბლაძე იგერიებს ცარიელი კარიდან გელაშვილის დაწინაურდა ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა, ძალიან კარგი არის. როგორც ჩვენთვის ასევე ნეიტრალური მაყურებლისთვის ნონიკაშვილი მომენტები გასტრონომს უფრო ქონდა ამ პირველი 2 წუთის განმავლობაში, თუთნახევრის ვიდრე აუტრიტო პასუხებს მარგო ჰოთელი. ეს არის კიდევ მარგო ჰოტელის დიდი პლუსი, რომ რაც არ უნდა ანგარიში იყოს და როგორც არ უნდა უჭირდეს გუნდს, შეუძლია მიშო ურჩუხიშვილს მიიღოს წინ ბურთი და რაღაცა საოცრება გააკეთოს და გაიტანოს, რაც წინა შეხვედრაში ბოლო წუთზე ლიგასთან. კი ბატონო, სორდის არის ბურთით და არაზუსტი იყო. ძალიან ცუდი როგორ შეძმა დაუშვა. ეხლა როგორ ვერ გაიტანა კარემ. კი ბატონო და ჯიბლაძე უყავდა კარის მიმართულებით. რატო ჯიბლაძე გახლავთ ეს ადამიანი იჩქარა ალბათ. მომენტში, მაგრამ მაინც მართებდა უკეთესად თამაში. ძალიან კარგ პასს აკეთებდა. მაგრამ კარგი არის ზეცოში გასტრონომი. ხო, რა შეეხება ურჩუხიშვილს, ბევრს ვერ მოძრაობს იგი ფიზიკურად, არ მოძრაობს მოედანზე, მაგრამ ყობა ის კლასი რაც გააჩნია, რაც დააგროვა. მან თავის კარიერის განმავლობაში იესაღაშვილია და აუც მოაწვდის ვარდუაშვილი, უკამპასი ნონიკაშვილზე. ნონიკაშვილიც ამ სეზონში არ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც იყო წინა სეზონში, როცა საუკეთესო მეკარე გახდა. აქ იესაღაშვილი დარტყმა და იგერიებს ვასო გოგოლაშვილი ამ ბურთს. კი ბატონო, ძალიან კარგი სევი მისი მხრიდან, რთული იყო ნამდვილად ამ დარტყმის მოგერება, მით უმეტეს არავინ უშვილდა იესაღაშვილს. ამ მომენტში ხო, ნონიკაშვილი შეიძლება არ არის ისეთი, როგორც გვახსოვს, მაგრამ
აი პირველი ტურის თამაში ლიბო გრუპთან საოცარი იყო. არია იორდანაშვილი და დაწმა იყო და როგორაც და ძალიან ახლოს იყო ნუგო გოლის გატანასთან და გასტრონომის დაწინაურებასთან. ძალიან ჭირდება გასტრონომს ამ შეხვედრაში ქულები. კი ბატონო, გამარჯვება. გადაცემა არ გადის. მარგოს დანაკლისი აქვს. ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, ასე რომ ვთქვათ. გუგუხი აკლია. თან არაერთი. ალი მუსალიევიც, რომელიც საკმაოდ გამორჩეული ბატონო მეცოლი ძლიერი. თუმცა ნახოთ რას მოიფიქრებენ ამის ფონზე. მარგო ჰოთელის მოთამაშეები. გასტრონომი კი იბრძვის როგორც ყოველთვის, როგორც ყველა თამაში. ნახოთ აქ დღეს რა მოხდება. ბექანონიკაშვილმა ამოიტანა ბურთი აქ ურჩუხიშვილმა. ეცადა დაეტოვებინა თამაში ბურთი და მაინც უხერხული იყო მსვლელისთვის. მოიგერია. მე შეხება შემდეგ ბურთი გასტრონომი არის საკუთარ ნახევარზე ბურთით. ცოტა არეული თამაშია, მაგრამ ამოდის მაინც. თითქმის ყველა თამაში დასაწყისში ესეთი არეულია, უკვე მივედით იმ ფაზაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქულას და ყველა გოლს. ამიტომ ანუ ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა თამაშის დასაწყისი სანამ დაალაგდებიან გუნდები და ჩაერთვებიან თამაშის რიტმში არის ცოტა არეული. ხო, თან რაც ახლოვდება პლეი-ოფის გზას ჯგუფურ ეტაპის თამაშების ბოლო ტურები, რა თქმა უნდა დაძაბულობა იმატებს, რა თქმა უნდა ნერვები აქ უფრო დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან ერთ შეცდომასა მოიპარა ბურთი და გაიქცა სამწუხაროდ. უფრო ფრთხილო მოთამაშეები ბოლო ტურებში და ნუ ეს რა თქმა უნდა ლოგიკურიც არის სასწორზე დევს პლეი-ოფის სამზურის მე არასწორი ქმედება, ზედმეტი ყვითელი ბარათი და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელმა გამოტოვოს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ამიტომ ყველა გუნდის წევრი ძალიან მობილიზებულია ამ ბოლო ტურების მაგალითად Redissonis მაგალითი წინა მატჩში, რომელშიც ვაჟა არჯევანიძემ ერთ-ერთმა ლიდერმა მიიღო ყვითელი ბარათი და ბოლო ტურს გამოტოვებს. ამის სწორედ მარგო ჰოტელთან ექნება თამაში აქ. როგორც შეგვიძლია შევამჩნიოთ პირველ წუთებში გიორგი დუნდუა აშკარად პერსონალურად მეურვეობს მიხეილ ურჩუხიშვილს. პირველ წუთების კვალობაზე ალბათ უფრო ვიტყვით, რომ დუნდუა უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ურჩუხიშვილმა ვერაფერი ვერ შექმნა ჯერჯერობით. აქ ვარდუაშვილი ძალიან კარგად თამაშობს და ჯარიმა გაათამაშეს სწრაფად მარგოს ფეხბურთელებმა. იასაღაშვილი ბურთით. დაახლოებით 7 წუთი არის გასული და ჯერჯერობით რამდენი მომენტი ვიხილეთ, როგორც ერთის მეორე გუნდის კარში, ყველაზე რეალური შანსი ალბათ მაინც უფრო გასტრონომის გოდა იორდანაშვილის კარგი დაარტყმა. შემდეგ კარგი გადაცემა აქ რა კარგი იყო, სწრაფად დააკლდა, თორე შეიძლებოდა ამ ბურთზე მისწრება. ბურთით არის არდუაშვილი, მარგო ჰოტელი მოდის შეტევაში, ურჩუხიშვილი ამ ბურთს ვერ ვიღებს. გათიშა საერთოდ ურჩუხიშვილი ჯერჯერობით. მაგრამ ძალიან მძიმეა 40 წუთის განმავლობაში ამ გამოცდილების მქონე ადამიანთან პერსონალურად თამაში და ძალიან მნიშვნელოვანი წუთები ელოდება წინ გიორგი დუნდუას. ნახოთ რამდენად განკლავდება მთელი თამაშის განმავლობაში ნამდვილად ურჩუხიშვილის მეურვეობას. თამაში ბურთზე ორთაბრძოლაში გამარჯვებული რჩება მარგო ჰოტელი, ნონიკაშვილი. გადაცემა ნისენში დაიკარგა ბურთი იორდანაშვილი, კარგი გადაცემა, კარგი გათამაშება და რა ხდება? რატო არ დააყა? კი ბატონო, გასტრონომის შვილმა ნომერმა გიორგი გელაშვილი გახლად ეს მოთამაშე. გელაშვილსაც შეეძლო დარტყმა შემდეგ ასლანიშვილმაც ვერ მოახერხა კარში ბურთის გადაგზავნა, ძალიან კარგი მომენტი, 100%-იანი მომენტი ჰქონდა გასტრონომს, რომელიც ვერ გამოიყენა და ამ გუნდს დღეს ისე ჭირდება ქულები, რომ ესეთი მომენტები უნდა გამოიყენოს აუცილებლად. გაწუდება ზოგადად ფეხბურთი არ პატიობს ხოლმე მოთამაშეებს და კიდევ გასტრონომია ბურთით ისევ ასლანიშვილი კარგი ჯიბლაძე იყო კარგი დაცვაში, ვარდუაშვილია ბურთით წამოვიდა იასაღაშვილი ისევ ვარდუაშვილი გადმოქონდა, მაგრამ კარგი არის, მაგრამ იორდანაშვილმა ისევ პასი წინ ისევ ვერ მიუსწრო ბურთს გელაშვილმა. ჯერჯერობით ყველაზე აქტიური არის იორდანაშვილი საკუთარ. მარგო ჰოტელი ცოტა უნდა გამოცოცხლდეს, თორემ ძალიან ცოტა აკლია
გასტრონომს ეხაც ჩაჭრა. დარტყმა კარის მმართველები ძალიან საფათო იყო ეს დარტყმებიც არაზუსტი, მაგრამ მოიპოვა უპირატესობა გასტრონომმა. კი, საწყის წუთებში საწყის წუთების 10 წუთში აშკარა უპირატესობას ფლობს გასტრონომი. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა აქვს აშკარად. კი, რეალურად გასტრონომი უფრო მოძრავი გუნდი არის და ყოველთვის ალბათ ყველაზე მოძრავი, კოკა-კოლასთან ერთად რა თქმა უნდა აღნიშნოთ. ყველაზე მოძრავი გუნდი არის, ერთ-ერთი მოძრავი გუნდი არის ამ ტურნირზე და ნარგო ჰოტელის თავარი პრობლემა რაც შეიძლება ვთქვა არის ის რომ პერსონალიზებენ კი ბატონო არიან გამოსილები ამ გამოსილების ხარჯზე რა თქმა უნდა სათამაშო კლასი მათ უფრო მეტი აქვს აგუნებთან შედარებით მაგრამ სტამინა მაინც თავის როლს თამაშობს მით უმეტეს მინიფეხბურთში და აი ამის ხარჯზე გასტრონომს აქვს უპირატესობა ნახოთ რა იქნება 0-0-ია ჯერჯერობით ბატონო გადაცემა არ გადის იასაღაშვილზე პირველი ტაიმის 10 წუთი იწურება 0-0 გასტრონომს აქვს მომენტები ვერ იტანს გოლს აქ იორდანაშვილია ისევ სწრაფი არის ეს მოთამაშე მაგრამ ძალიან სწრაფი და მებრძოლი ანუ ძალიან კარგი აღმოჩენა ამ ტურნირზე და მაგალითად გამოჩენა არა მარტო საკუთარი გუნდისთვის ნიკაშვილი ბურთით აჩერა თამაში არბიტრმა ხანა მოაწოდა საუთი როგორც ჩანს მარგო ჰოთელმა ისევ იგივე პასი ნონიკაშვილზე ბატონო არ შეუძლია გადაწყვეტილება გზელი გადაცემა ნონიკაშვილის დარტყმა კარის მმართველები იასაღაშვილი უთხოვდა და ცოტათი აცდა ძალიან კარგი შანსი ქონდა იასაღაშვილს ცოტათი აცდა კი ბატონო ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე გოგოლაშვილის კარის აღებამდე აი ასე ზიფეთქებს ხოლმე თითქოს მარგო ჰოტელი თუმცა მომენტით არ უნდა მოდუნდეს არც ერთი წუთით გასტრონომი გრძელი გადაცემა იორდანაშვილის არ გადის ჯიბლაძე კარგი მოძრაობა უშუხიშვილი და კუთხური იორდანაშვილმა ითამაშა ჯერჯერობით არ გამოსდის არაფერი უშუხიშვილს ურჩიხიშვილი საკმაოდ კარგად ყავთ დაკეტილი ჯერჯერობით მაგრამ როგორც ვიცი თამაშამდე იყო ხსენებული რომ იშოს მე მგონი სიცხე აქვს და ეთყობა აშკარად მის თამაშსაც რომ ვერ არის მაგრამ დასაფასებელია ესებში ხოლმე ამ ყოველფრის მაინც არის მოედანზე და მიშვარი მარგოს ლიდერი დამაარსებელი ესე რომ ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის დღეს ამ თამაში იღებს მონაწილეობას აქ აი ეს იცის ძალიან კარგად ჯარიმიდან უთხოვდა ბატონო ელიგასთანაც და არა მარტო ჯარიმიდან კუთხურიდანაც აკეთებს ამას ურჩიხიშვილი და ხანა ახს კიდევაც შედეგი ამოშვილი ძალიან კარგი იყო იასაღაშვილი დარტყმა იასაღაშვილის და 1-0 ხდება ანგარიში რა კარგი იყო ამ მომენტში ვარდუაშვილის მოძრაობა და იასაღაშვილის ძალიან კარგი დარტყმა და შეგვიძლია გამოზომილი მეკარის შეცდომაზეც ვილაპარაკოთ იმიტომ რომ არ იყო ეს აუღებელთა კატეგორიის ბურთი მაგრამ ბატონო სახეზეა იასაღაშვილი გაიტანა ასევე და შორეულ კუთხეში მოახერხა იასაღაშვილმა გოლის გატანა გოლი დააწინაურდა მაინც მარგო იმის მიუხედავად რომ გასტრონომი უტევდა გასტრონომი უკეთესი იყო ეს არის სწორედ დააწინაურდა მაინც მარგო ძალიან გამოცდილი გუნდია მართლაც როგორც თავიდან თქვით თუნდაც ხვიჩა იასაღაშვილი რომელიც პირველ სეზონში ამ ტურნირის მონაწილეობას იღებდა შერატონის რიგებში კი ბატონო თან როგორ გინდა ახლა ვარდუაშვილზე რომ ვისაუბროთ ბოლომს იასაღაშვილს პირველი სეზონის ფინალში აქვს გატანილი მაკრატელა ძალიან ლამაზი გოლი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა იასაღაშვილიც ამ ტურნირის კი ბატონო ვარდუაშვილია ისევ ბურთით წინ გადაცემა და სოფაში გიორგი ამარიანი შემოდის მოედანზე გასტრონომის რიგებში ნახოთ რას მოუტანს ესრულება გასტრონომს იორდანაშვილის ჩაჭრა ძალიან კარგი შანსი დარტყმა ახლა შემოსული ამარიანის და ისევ ცოლებს გამოვაქვთ ბურთი მარგო ჰოტელის კარიდან ურჩიხიშვილი მიიღო ხა ბურთი შეიმაგრა ნახოთ რა გაგრძელებას მონახავს მოძრაობები გადაცემა არ გავა ეს გადაცემა ამოიტანა ბურთი იორდანაშვილი გასტრონომმა ასწრებს და ვერა ნონიკაშვილი იყო დასწრებაზე კარგი და დაუტოვა მარგოს
ეს ბურთი და ისევ ვარდუაშვილი იწყებს მარგო ჰოტელის შემდეგ შეტევას. ჯიბლაძე გადააწოდა თავის ძალიან ლამაზად დარტყმა და აქ როგორ უხერხული იყო დარტყმული მაგრამ მოახერხა მეკარემ მაინც მოგერიება. ბატონო მოაწვდიან მარგოს ფეხბურთელები. ცოტა უხერხულად მაგრამ მაინც მოიგერია ბურთი ვასო გოგოლაშვილმა. სევია საღაშვილი და კუთხური ისევ კუთხური. კიდევ ერთი ძმების დუეტი მარგო ჰოტელის შემადგენლობაში. კარგია ეს ყველაფერი და ურჩუხიშვილი ვარჯობდა რომ დაერტყა მანამდე. გონი აღარ უნდა მიეცა ბოლო პასი გასტრონომია შეტევაზე დარტყმა და არ გამოდის ისევ ჯერჯერობით არაფერი. ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებს გასტრონომი და ესეთ გუნდთან როგორც მარგოა ისაც იშვიათად მოცემული მომენტები მგონი რომ არ უნდა გაფუჭდეს. ეს სწორედ ამაზე ვსაუბრობდი იმ მომენტში როდესაც გელაშვილმა ისევ მოიპარეს ბურთი მაგრამ არა თქვი ახსენე კიდევაც რომ ფეხბურთის დაუწერელი კანონი არის რომ ვერ გამოიყენა სამი მომენტი და გაიტანა მარგოს გუნდმა ურჩუხიშვილი იღებს ბურთს და ისევ დუნდუა ურჩუხიშვილის დუეტი რომელშიც ჯერჯერობით დუნდუაა გამარჯვებული იმიტომ რომ აშკარად ვერაფერს ვერ აკეთებს ურჩუხიშვილი მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც აღსაღნიშნია ნახოთ რა იქნება თუ გაიტანს თავის გოლს დღეს მიხეილ ურჩუხიშვილი ამასობაში ონესე წამალაშვილი შემოდის მოედანზე შეცვალა მან გოლის ავტორია საღაშვილი იორდანაშვილი ყველაზე აქტიურია ჯარიმა არ არის როგორც ჩანს ჯიბლაძე ბურთით ურჩუხიშვილი გადაცემა ისო ჯიბლაძე დარტყმა არაზუსტია ურჩუხიშვილს არ შევიდეს ხალხის შესაძლებლობა ასის გაკეთება ველოდებოდი რომ დაარტყავდა იორდანაშვილი ისე ურჩუხიშვილი ის დარტყმული ურჩუხიშვილი ბურთით ისე ვაჯობა დუდუა მამოჩი საინტერესოა ეს ყველაფერი საინტერესოა მოახერხებს თუ არა გასტრონომი ერთი გოლის გაკვითვას ვარდუაშვილი ძლიერი დარტყმა ეღობება ამ დარტყმულს გასტრონომის 3 ნომერი მიას ძიფშიპა რომელიც ხან შემოვიდა მოედანზე მარგოს ხარესაც ცვლილება ხუჩა იასაღაშვილი გოლის ავტორი გავიდა და 8 ნომრით ონისე წამალაშვილი შემოვიდა მოედანზე ონისეს აქვს 2 გოლი გატანილი ამ ტურნირზე უკვე ნახოთ დღეს თუ მოახერხებს ნასო გასტრონომის რიგებში ლევან ჯაში შემოვიდა მოედანზე გონდგილაურის ნაცვლად სწორედ ჯაში ცდილობდა კი ბატონო მაგრამ აჯობა ჯიბლაძე მარჯვენა ფლანგიდან გასტრონომის კაცრავად მარგო ჰოტელის შეტევა გათამაშება მაგრამ ჯიბლაძეები ცდილობდნენ შეტევას მაგრამ არ გამოდის აბოლო გასტრონომის პოზიციით ჯაში დაუტოვა იორდანაშვილის ჯაშზე გადაცემა არ გადის აქ მოიპარა ბურთი და 1-0 1-1 ბოდიში და 1-1 ხდება ანგარეში აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს ვარდუაშვილმა და ნონიკაშვილმა და საბოლოოდ ჯაშმა ჩაჭრა ბურთი და გაათანაბრა ანგარეში როგორც იქნა გამოიყენა გასტრონომმა აი ეხლა უკვე თავის თამაშს დაუბრუნდა გასტრონომმა მათ გულშემატკივრების მიმართ ჯაშის საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ყავს დღეს გასტრონომს ძალიან დიდი мотиваციას აძლევს გუნდს იმისთვის თუნდაც ყოველთვის დამატებით მოთამაშეს რომ იბრძოლონ ბოლომდე ამიტომ ის გარეთ ძელი რა ბურთი არ გავიდა ამარიანი ურტყავდა ბატონო როგორ ახლოს იყო გასტრონომი და წინააღმდეგობასთან და მე მგონი ცოტა აირია კიდევ მარგო ჰოტელი იორდანაშვილი პასი კარგია ჯაში დარტყმა და ბეკანონიკაშვილი არის ძალიან კარგი იგრძნო თამაში გასტრონომმა და ძალიან აირია მარგო ჰოტელი გასტრონომი არის ბურთით არ არის თამაშის წესების დარღვევა როგორც ჩანს იორდანაშვილი კარი გადაცემა მარცხენა ფლანგზე და ძალიან ცუდი შეცდომა მარიანის და იმას ვიძახდი რომ გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ
უგულშემატკივრად იარეთ თამაშებზე, უგულშემატკივრად თქვენ საყვარელ გუნდს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ мотивაციას აძლევს ფეხბურთელებს თამაშისა. აქ კი 1-1 გვაქვს. გასტრონომი დაბრუნდა თამაში. გოლის მერეც საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდა. კამარიანის ძელის მომენტი. უკას ოღონიანი შემოსებაში მოიძანს. ნახოთ როგორ გაგრძელდება, განვითარდება მოვლენები. ონისე ბურთით დაკარგა მოლაშულმა. როჩონებ დაკარგა ბურთი გასტრონომაც საგავდა. გადაცემა არაზუსტი არის მანიკაშვილი ბურთით. ამასობაში თითქმის ამოიწურა პირველ ტაიმისთვის გამოვიდა დრო, ნახოთ შეიძლება თქვა რა რაიმე. ნახოთ რა მოხდება. 1-1-ია, შეგახსენებთ. ჭიბლაძე ბურთით ამოიტანა ურჩუხიშვილზე და ისევ დუნდუა ასწრებს. ურჩუხიშვილს საერთოდ მეგონი ბურთი არ მოიყენებულ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყველაზე ცუდ შეხვედრას ატარებს ალბათ მიხეილ ურჩუხიშვილი დღევანდელ. მაგრამ ანუ ურჩუხიშვილი არის ის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ ცუდ შეხვედრას შეუძლია ერთი პასით დაასრულოს ყველაფერი. აი აქ არის ნახეთ რა კარგი მომენტი, რა კარგად მოატყუა დუნდუა. თქოს გაიგო ჩვენი საუბარი. რა კარგად მოატყუა დუნდუა და აუცილებლია დამზღვევა ცელმა დიბატონო. დუნდუას წინააღმდეგ განახორციელა ურჩუხიშვილი, მაგრამ შემდეგ დაზღვევას გარიგო. გასამსროლო თამაში. აი პასი და ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდით. ურჩუხიშვილის ძალიან კარგი ხედვა, პასი ვარდუაშვილზე და 2-1. მაინც მოახერხა და ვარდუაშვილში გაატანა გასახდელში გოლი. გოლი გასტრონომს. მაინც წინ გადის. ძალიან კარგად მარგო დაბრუნდა გასტრონომი შეხვედრაში, მაგრამ მაინც მოახერხა მარგომ გატანა მეორე გოლის და დასრულდა პირველი ტაიმი. როგორი დასალანი არის ეხა ეს გასტრონომისთვის. დავბრუნდით მეორე ტაიმით, ცოტა გვიან ჩავერთეთ და იწყო მეორე ტაიმი. კოცი გიხდი ტექნიკური ხარვეზის გამო. მაშასე პირველი ტაიმის შემდეგ იგებს მარგო ჰოთელი უნგარიაში 2-1. ტაიმის მიწურულს მოახერხა მარგო ჰოთელმა მეორე გოლის გატანა, მანამდეც იგებდა 1-0. ეს გუნდი შემდეგ გაათანაბრა გასტრონომა და ბოლო წამებზე ფაქტობრივად გაიტანა ვარდუაშვილმა მეორე გოლი. ორჯერ დაწინებულა დღევანდელ შეხვედრაში მარგო ჰოთელი და ნახოთ რა შეცვლის მეორე ტაიმში გასტრონომი, ვინაიდან თავი ინიციატორი სწორედ უნდა იყოს გასტრონომი, რომელსაც მაშინ ცოლს თამაში. ბურთს კარში, მაგრამ კუთხურია. ისე ვარდუაშვილი და ძალიან არაზუსტი დარტყმა. როგორც შესვენებაზე გავიგეთ, ურჩუხიშვილი მართალი ყოფილა, ციცხე ქონია, 38 სიცხით თამაშობს. მიშო დღევანდელ შეხვედრაში და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გიორგი დუნდუა ახერხებს და გაანეიტრალა ურჩუხიშვილი, მაგრამ ძალიან ლამაზი მეორე გოლის დროს დამეთანხმები ძალიან ლამაზი პასი გააკეთა. ძალიან კარგი ხედვა მქონდა აუტიდან და ამიტომაც ყოველთვის ისაწვის კუთხურს. შეჩერდა თამაში, შეეჩერა თავარმა არბიტრმა. და ნონიკაშვილია ბურთით. ონისე წამოვაშვილი. ძალიან აქტიურად თამაშობს პრესინგზე ჯაში. იგივე არ დაემართოს ახლა ნონიკაშვილს, რაც დაემართა პირველ ტაიმში. უნდა მოიგერიოს სწრაფად ბურთი ვარდუაშვილი. ძალიან რისკიანად ათამაშებენ ბურთს, მაგრამ თელები თავის ნახევარზე აგი იყო ეს გათამაშება, როგორც ვარდუაშვილი და გამორჩეულია მარგოს რიგებში. გოლიც გაიტანა, თუმცა გაიქცა ბურთი. არა, არ გაიქცა, მიშომ მოახერხა ბურთის შეჩერება. ბატონო, ტევაში კარგი არის. შეტავა შეიძლება ხელით თამაში, მეგერია ბურთი საინტერესოა. ასტრონომის მეკარემ აუცმოაცვის მარგო ჰოთელი. არ შეხარობს აუტის მოწოდებას ურჩუხიშვილი, იგებს მისი გუნი, რატომაც არა. ვინიც ყველაზე კარგად დროის გაყვანა და თამაშის კონტროლი თუ არა ურჩუხიშვილმა. რა თქმა უნდა. კარგი გადაცემა 2-1 არის შეტევაში. დარტყმა ჯაში და ჯაშის დუბლი 2-2 და ისევ იგივე აღნიშნა. ძალიან ლამაზი აღნიშნა მიძღვნილი ბავშვებისადმი 2-2. გაურკვეველ ვითარებაში 2-1-ზე დარჩა შეტევაში.
გასტრონომი იქ აუღო მაინც მოიგერია პირველი დარტყმული ნონიკაშვილმა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ კი ბატონო დარჩა ბურთი და აქ მარგოს ფეხბურთელები თავარ არბიტრთან განიხილავენ ამ მომენტს, მაგრამ არა გოლი ითვლება. ბატონო არც კი მოწდება მომენტი იქამდე რა ხდებოდა 2-2 კვლავ ხაინი არის სახალისო თამაში გამოდის. აი ახლა ვეღარ გაიყვანს დროს უხუშვილი და 2-2 არის ანგარიში აქ შეტევაში მარგო ჰოტელი დარტყმა აისხლიტა ბურთმა, შემდეგ ბურთი მიდის მეკარემ და იღებს ხელში ასტრონომის მეკარე ბურთს. შეტევა გრძელი გადაცემა, კარგი არის აქ ვარდუაშვილი დაუხვდა ბურთს. მონის მარცხენა ფლანგზე ორთაბრძოლა, საბოლოოდ ორთაბრძოლაში გამარჯვებული არის მარგო ჰოტელი, ურჩუხიშვილი მარცხენა ფლანგზე დარტყმა. აიღო ეს ბურთი. მეორე მომენტი, როცა მოახერხა გაქცევა დუნდუასგან და მეორე მომენტშიც ბატონო რაზროგავა ალბათ იქნება მომენტები ვარდუაშვილის დარტყმა არაზუსტია. იმედია სიცხეც დაუწევს და ხო. მოახერხებს ამ შეხვედრის ჩამთავრებას. ძელი გადაცემა ვარდუაშვილი ძალიან კარგი იყო. ვარდუაშვილი ნონიკაშვილი ჭერს ხელში ბურთს. წამალაშვილი ბურთით მოენის ცენტრში. ურჩუხიშვილის გადაცემა, კარგი მოძრაობა. შეუძლია დარტყმა, რას ხელშემ მახლა ბურთი წამალაშვილი და რა გოლი და სუ. კი ბატონო, ხშირად ხედავთ ამ აღნიშნავს ამ ტურნირზე და ძალიან ლამაზია. შემოსვლისას თქვი რომ ამბიც გააქვს გოლი ამ ტურნირზე გატანილი და საინტერესოა იასაღაშვილმა გაიტანა თუ არა გოლი მაშინვე შეცვალეს და ახლაც წამალაშვილმა გაიტანა გოლი თუ არა და აღნიშნავს არ დააცადეს. საინტერესოა შეცვალეს, საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს იყო ურჩუხიშვილი, რომელიც არის მოთამაშე მესამედ გადის წინ მარგო ჰოტელი. და მესამედ მდევრის როლშია გასტრონომი. გადაცემა არ გადის. პირველი არ არის გასტრონომის მარგოს მხრიდან ასეთი თამაში, რაც ჩატარებული თამაშების უმრავლესობა გოლი გოლში. ბატონო. და ეს აქ მიიღებს ჯაში ყვითელბარათს. ბატონო, აუცილებლად ეს არასპორტული საქციელი არის მოგხსენებათ. პირველ ტაიმში ონისე არა ბოდიში იასაღაშვილს ხვიჩას აპატია პირველ წუთზე მსგავსი. ეს იყო პირველი წუთი. შეხვედრა, მაგრამ ის იყო პირველი წუთი და ახლა 3-2-ია, ძალიან დაძაბული თამაშია და აქ ესეთი რა თქმა უნდა შეიძლება მოედანზე არ უთმობენ. აქ იორდანაშვილი აბურთის კარგი იყო, მაგრამ გაექცა. ძალიან წიბულში შემდეგ კარგი არის თამაშობს ვარდუაშვილი. ძალიან ბურთი. ძალიან კარგი მომენტები აქვს ამოსვლის დროს. ხო, ბურთი ძალიან კარგად ამოს ვარდუაშვილს. მანჩესტერის გადაცემა, მაგრამ მაინც გასტრონომი დარჩა ბურთით. აქ ჟანდესი ბუძის იორდანაშვილი და როგორ ვერ გაიტანა აქ ბატონო აჯობა ეხა მეკარე მომენტში ნონიკაშვილი კარგი იყო ვარდუაშვილი კვლავ ორი მოთამაშის გარემოცვა შეხვდა საბოლოოდ დაკარგა ბურთი მარგო ჰოტელმა ონის ცენტრში კარგი გათამაშება დარტყმა და 4-2 ხდება ანგარიში. მოახერხა კიდევ ერთი გოლის გატანა გასტრონომმა. მარგო. კაცრავად მარგო ჰოტელმა. და ეს უკვე სოლიდური უპირატესობა არის მარგო ჰოტელისთვის. ვეღარ მოახერხა გასტრონომმა გოლზე გოლით პასუხი და აი ეხლა ვნახოთ რა სიზავს გასტრონომი გოლის ავტორი გავიდა მოედნიდან და შემოდაბრუნდა ონისე წამალაშვილი. ი ბატონო ნიკა ჯიბლაძე იყო ბატონი გოლის ავტორი და საინტერესოა ალბათ დღეს ესეთი უცნაური გადაწყვეტილება მარგო ჰოტელის მოთამაშეებს ვინც გაიტანს გოლს ის გადის სულებაზე. არადა ეს პირიქით უნდა ეს თორემ პირიქით ესეც ალბათ მიხეილ ურჩუხიშვილის იდეა არის ტაქტიკა რომელიც ამართლებს როგორც ჩანს აშკარად ამართლებს იმიტომ რომ ორი ბურთით გავიდა უკვე მარგო წინ და ნახოთ როგორ გაგრძელდება და განვითარდება მოვლენები კი ბატონო ეხლა უკვე ურჩუხიშვილმა როგორც ვატყობ დაიწია დაცვაში იმიტომ რომ ვერ ახერხებს წინ სირბილს და შეუძლია ვინაიდან მას შე კიდევ აქვს სიცხე აკურთხავდა გელაშვილს და კარგია ნიკაშვილის ასეთი ატყმული არ წარმოადგენს პრობლემას ასლანიშვილი
ნონიკაშვილი ბურთით პასებით ამოდიან, აი ურჩხიშვილის ამოტანა და არა ზუსტი. აი ახლა უფრო უნდა გააქტიურდეს გასტრონომი ორბურთიანი უპირატესობა არაფერი არის. იასაღაშვილი დაკმა და როგორ ვერ გაიტანა აქ იასაღაშვილმა მგონი ახლა უნდა გავიდეს იასაღაშვილი. ცნობაზე ამ გაცდებული მომენტის გოლი შემდეგ გაიტანა იმ შემთხვევაში გავიდოდა მხოლოდ. კი ბატონო. ჩაში თამაშობს კარგად, შეიმაგრა ბურთი. კარგი არის საბოლოოდ გელაშვილი ბურთით, მაგრამ კარგი არის დაცვაში. ბარდუაშვილი ოდნა უხეშად ეთამაშებოდა, მაგრამ უჯარიმოდ. ითხოვს აპელირებს აქ ჯარიმაზე გელაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს არ არის თამაშისების და ხო აგრძელა მარგოს ფეხბურთელებმა, გასტრონომის ფეხბურთელებმა იორდანაშვილია. კარგი გადაცემა ჯაში. და დაცვაში კარგია. ბარდუაშვილი ჩაჭრა აქ და ბურთი და საიდან გაიტანა გოლი და 4-3. მაინც დააბრუნა ინტრიგა გასტრონომმა და აი საუბრობდით იმაზე რომ უნდა გააქტიურებული იყო გასტრონომი და პირველ რიგში უნდა გააქტიურებული იყო იორდანაშვილი და კი ბატონო ასე აგიხდეთ ყველაფერი მეგობრებო ძალიან ლამაზი გამოზომილი დარტყმა და მაღალ კუთხეში გაუტანა ნონიკაშვილს არეულად თქოს ნონიკაშვილი ამ დარტყმას კი ბატონო აბა ნახოთ იასაღაშვილი ბურთით ახლა უფრო დაიძაბება სიტუაცია 4-3 ის ანგარიშია სადაც ვერაფერს ვერ იტყვი კი ბატონო დაახლოებით 10 წუთი სათამაშო კიდევ აქვთ გუნდებს ჩარიმა უნდა გაათამაშოს ამასობაში მარგო ჰოთელმა ძალიან კარგი თამაში გამოვიდა საერთო ჯამში ამ ეტაპზე თუ ასე დასრულდება აქ დარტყმა და იგერიებს გასტრონომის მეკარე ბურთს გამოტანა რიკოშეტი ხო ასე თუ დასრულდა ეს შეხვედრა მარგო დაიკავებს პირველ ადგილს ჯგუფში და გაინაღდებს ამ პირველ ადგილს და ვერ მოახერხებს ვერავინ დაწევა 10 ქულით იქნება მარგო პირველ ადგილზე გასტრონომისთვის კი ძალიან დაძაბული იქნება ბოლო ტური და ნახოთ როგორ განვითარდება ჯერ დასრულდეს ეს მატჩი გავიგოთ რა ანგარიში დასრულდება მოახერხებს თუ არა გასტრონომი ფრედს რო ითამაშოს თამაში დაბრუნებას გათანაბრება ფრედს ძალიან კარგი შედეგია მათთვის არ არის მთლად დამაკმაყოფილებელი მაგრამ შანსს იტოვებენ ბოლო ტურისთვის საკმაოდ კარგს და ნახოთ რა სიზავენ გასტრონომის ფეხბურთელები და ნონიკაშვილი ზუსტად იქ წავიდა სადაც გადაცემა შვილი აქ ურჩხიშვილია ნახოთ რა სიზავს ძალიან ლამაზი დაწყვეტა და შემდეგ ჯარიმას ითხოვდა და აქ ყვითელ ბარათს მიიღებს ურჩხიშვილი როგორც წესი ის ყოველთვის გადაობს ხოლმე პირდაპირ თამაშის დროსაც მაგრამ აი ახლა ძალიან კარგი რომ არ გააფუჭა თამაში და არ გააგდო ურჩხიშვილი იმიტომ რომ ეს პირდაპირ გაბრაზება იყო მსაჯის მიმართულებით დაომიზნა მთავარ არბიტრს ძალიან კარგია რომ ისიც ასე დროს თითელ ბარათს აძლევენ ხოლმე მაგრამ დაინდო არბიტრმა ურჩხიშვილი ის ხა რას ფიქრობდა იგი გულში შემდეგი შეხვედრა რედისონთან უწევს ურჩხიშვილს და მნიშვნელოვანი ბატონო მისი არ ყოფნა იმ მოედანზე ზუსტად და არ ყოფნა ძალიან დააკლდებოდა ვინცულო ძალიან ძვირი დაჯდომოდა მარგო ჰოთელს ახლა უფრო ალბათ იფრთხილებს ხელი მოდის ცენტრში გასტრონომის მოთამაშეები იორდანაშვილი ბრძოლობს ბურთზე საბოლოოდ გასტრონომი რჩება ბურთით გადაცემა და ჯაში როგორ ახლოს იყო ჰეტრიკთან და შეუცვალა ტრაექტორია ბურთს მაგრამ ალბათ რომ მიღებას ცდილობდა და ვერ მიიღო ბატონო მაგრამ მაინც კარისკენ წავიდა ბურთი მაგრამ ძალიან კარგად შემოვიდა საერთოდ დუბლი გაიფორმა ბატონო და კონდა შანსებიც ასევე ეხლაც ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და საერთოდ ძალიან შეტევაში თამაშს ატარებს ჯაში და კარგი არის აქ იასაღაშვილი როგორი კარგად აართა ბურთი ვარდნაში თავის მოწინააღმდეგეს იორდანაშვილი გადაცემა არ გადის ყავ იასაღაშვილი უშლდა ხელს ეხმარება იასაღაშვილი ძალიან ურს მუშაობს იგი დაცვაში მარგოს ფეხბურთელები ვარდუაშვილის ამოტანა და მიიღო მაინც ურჩხიშვილმა არა დაგატოვა ცახსრებით კივა უკვე ურჩხიშვილს
ვერ გადაადგილდება ის. არა, ნამდვილად გმირობაა ამ კონდიციებში. შენი გუნდის დასახმარებლად მაინც მოშვალა თამაში. კი ბატონო. დამხნევებენ გასტრონომის მოთამაშეს გულშემატკივრები და ეს უნდა იყოს мотиваცია იმის რომ კიდევ იბრძოლოს გასტრონომა 7 წუთი აქვს დაახლოებით გასტრონომს იმის რომ კიდევ ერთი გული გაიტანოს ამ გუნდმა იასაღაშვილი ბურთით აქტიურად მწვრთნელიც ჩაიჭრა ბურთი აქვს შანსი და ძალიან კარგი სევი ჩაჭრა და ვერა მარიანმა ვერ გააგრძელა შეტევა აქტიურად კარნახობს მიშელ ატარიაც ტაქტიკას გასტრონომის მწვრთნელი ბატონო ურჩუხიშვილი კარგი იყო დაცვაში იქამდე მის ცენტრში საბოლოოდ დაკარგა ბურთი კილაშვილმა და აუტი მარგო ჰოტელს მოედნიდან იკითხეს რამდენი წუთი დარჩაო და ბატონო ეგ შევახსენოთ მაყურებელს რომ 6 წუთი დარჩა დაახლოებით შესაძლოა 1 წუთი მაინც დაამატოს თავარმა არბიტრმა გრძელი გადაცემა იასაღაშვილი ბურთით ვერ შეიმაგრა ბურთი შემდეგ კიდევ იბრძვის მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული არის ძალიან კარგი გადაგდება მაგრამ არა ადის მონის ფარგლებს გარეთ ისევ გასტრონომის იქნება ბურთი კი ბატონო გადაცემა იასტრო ბურთს გასტრონომის 4 ნომერმა საბოლოოდ მოიპარა ბურთი ურჩუხიშვილი ბურთი მარგო ჰოტელმა ურჩუხიშვილი შეყონდა გადაცემა მარცხენა ფლანგზე სწორედ მას დაუბრუნეს ისე ბურთი შეუძლია დარტყმა გასმარტილები დაიღო მეკარემ აჯობა შეცვალა გასტრონომმა კი ბატონო იგი ჭაჭუა დგას კარში ძალიან კარგი არის ძალიან კარგად მოიგერია რამდენიმე ბურთი უკვე ჯიბლაძე დაკარგა ბურთი ჯიბლაძემ დანაშვილი 2-1-ზე არის შეტევა და რა ხდება ძელი არ გავიდა გოლი არ გავიდა როგორ არ გაუმართლა გასტრონომს ამ მომენტში და ეს უკვე ძალიან ბევრია ჩემი აზრით გასტრონომ ამ შეხვედრაში იმდენი 100%-იანი ედის ირონია მეგობრებო სტადიონზე ძალიან უგმიროდ ამასობაში მოდის მარგო ჰოტელი შეტევაში კარგი იყო დაცვაში კი ბატონო ვარდუაშვილს ცილობდა მოიტეხა ერთი მოძრაობით მცველი და ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა გასტრონომმა ძალიან ბევრი 100%-იანი მომენტი საღაშვილი ბურთით ცხელ ფლანგზე დარტყმა კლავ იგერიებს ჭაჭუა ბურთს ძალიან კარგად შემოვიდა ჭაჭუა რომელიც სხვათა შორის მთავარი არბიტრის მოგვარია აქ რა დარტყმა ყველაფერთან ერთად ვარდუაშვილი მაკრატელას ცდილობდა და აქაც არ გაიტანა ეხლა ურჩუხიშვილმა ამ შემდეგ ნამდვილად დაუწევს სიცხემას არათუ დაუწევს აპუტი ვერ გაიტანა ეხლა ამ მომენტში ურჩუხიშვილმა ვერ დავინახე ძილს მოხდა თუ მეკარემ მოახერხა ის წაგება აქაც რა მომენტი როგორ მომენტებს ქმნიან გუნები და როგორ ვერ იტანენ გოლებს ამ მომენტში სამი ბოლო 3 წუთის განმავლობაში ამასობაში დაახლოებით 5 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე აქ ვერ შემაგრ ბურთი გასტრონომა მაგრამ აი ცინერა ბურთი და ნონიკაშვილი კარგი არის აჯარიმოში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნონიკაშვილი უნდა დააწყნაროს დამაჯერებელი და ნამდვილად გადაცემა ვარდუაშვილი იქნება ჩასაფრებული გამოაქვს ბურთი გასტრონომის ერთ-ერთ მოთამაშეს აუტი აუტს მასთვის მარგო ჰოტელი იასაღაშვილი ურჩუხიშვილი კარგი ჩანაფიქრი, მაგრამ არ გადის ეს გადაცემა ვარდუაშვილზე, მოდის შეტევაში. გასტრონომი იორდანაშვილი. კარგი გათამაშება, მარიანი და ისევ ჯობნის ნონიკაშვილი. მთლიანად გასტრონომს. რამდენიმე მოთამაშეს აჯობა მარგო ჰოტელის მეკარე ბოლოს და საინტერესოა რამდენი ხანს გასტანს და რამდენი ხნის განმავლობაში მოახერხებს ამ შეტევების მოგერიებას. მარგო ჰოტელი და კერძოდ უფრო ალბათ მათი მეკარე ბექანონიკაშვილი ვარდუაშვილი როგორც კარგი მომენტიდან გამოძრა არ ვიცი სასწაულებს აკეთებს მოთამაშე ბურთს ამოტანისას ბოლო მცველი რისკავდეს ამდენს და ასე წარმატებულად აკეთებდეს ამ ყველაფერს ძალიან იშვიათი არის და ამასობაში მოედანზე შემოდის გასტრონომის 17 ნომერი გახლავთ გიორგი შენგელია ახოთ რას მოუტანს ესრულება გასტრონომს დააგდო მალევე ბურთი გასტრონომს ერთი ასისტი უკვე მიითვალა ბატონო ნახოთ ჯაშს გაატანინა ეხა თუ მოახერხებს ნახევრად ასისტს უფრო დავარქმევდით იმიტომ რომ კარში უტყავდა და ხო მაგრამ მაინც ალბათ მოგერიებულ ბურთზე დაამატა ჯაშმა
ნონიკაშვილია ისევ ბურთი. დაახლოებით 3 წუთი თურჩება შეხვედრის დასრულებამდე. მარგო ტემპის დაგდებას და გასტრონომის ფეხბურთელებს. ცოტა დააგდოკიდავს, მაგრამ აუცილებლად ალბათ იქნება ბოლო. მაგრამ არაფერი თუ არა მომენტების რეალიზაცია. დიდ ცენტრში გასტრონომი, რასაც ქმნიან გასტრონომის ფეხბურთელები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი მომენტი გააცუდეს დღევანდელ შეხვედრაში. კი ბატონო. აი მიუხედავად იმისა, რომ სულ კონდიციებშია ურჩუხიშვილი, მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს მის მოედანზე ყოფნას და როგორ აიტანა ბურთი ფაქტობრივად. ამშვიდებს თამაშს და ტემპს საყაშვილი საყაშვილის და არაზუსტია როგორც ჩანს, მეკარე არ შეხებია ამ დარტყმულს. დარტყმა კარიდან. აბა ნახოთ რას მოიფიქრებს ბოლო წუთებში. გასტრონომი აქ თამაშწესებს არღვევს იასაღაშვილი. ჯარიმას გაათამაშებს გასტრონომი. ძალიან ცოტა დრო რჩება. კი ბატონო, დაახლოებით 2 წუთი, ახლობით 2 წუთი ეს თამაში რაც ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ ბოლო ტურს 3 ქულით შეხვედრა ბოლო ტურის არის ძალიან ცუდი. აქ კარგი შეტევა გელაშვილი. დარტყმა ასლანიშვილი ხო და დავით ასლანიშვილი რა კარგად ამოვიდა დაცვიდან გასტრონომი კარგი გათამაშება და 4-4 ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას გასტრონომი. და ეძახიან რომ წამოიღონ ბურთი და იწევენ მოსაგებად. არ ჩქარობს ვარგო ჰოთელი, არ ჩქარობს ვარგო ჰოთელი თამაშის განახლებას და უნდა ახლა უკვე ჩქარობს გასტრონომი, ისინი მოსაგებად მარგოსთვის ფრედს სავსებით მისაღების შედეგია და ამ ეტაპისთვის ვარდუაშვილი, ნონიკაშვილი აიტანა ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე აქვს გასტრონომს. ბატონო დაღლილია უფრო მეტადაც მარგო ჰოთელი ვარდუაშვილი ბურთით არ დაარტყა გადაცემა იასაღაშვილზე არ გადის და აბა ვნახოთ ეხლა რა რამდენს დაამატებს შეხვედრის მთავარი არბიტრი შეხვედრას და რა მოხდება ბოლო წუთებში. ძალიან დაძაბული ბოლო წუთები გველოდება. ნონიკაშვილს შემოყავს ბურთი თამაში, ვარდუაშვილი ძალიან ლამაზ პასებს აკეთებს ეს ბიჭი დღეს. ბატონო ურჩუხიშვილი ვარსკვლავზე არასდროს გადაცემა. გაიქცა მანამდე როგორც ჩანს დატოვა ბურთმოვიდნის ფარგლები. გასტრონომი მოაწვდის აუტს. ძალიან გახარებულები არიან გასტრონომის გულშემატკივრები და ძალიან აქტიურად გულშემატკივრობენ თავის გულს. მაინც ისინი არიან ბურთით, მაგრამ დაიკარგა ეხლა უკვე ბურთი ურჩუხიშვილი. აჩქარდა ურჩუხიშვილი და ეხლა უნდა აკეთებინა პასი იასაღაშვილზე. მაგრამ მას არ აკეთებს ურჩუხიშვილი, არ დაისაჯოს ამისთვის ის და მისი გუნდი. მაგრამ არა ძალიან მალე კი ბატონო აქ პასაკეთებდა, მაგრამ ჩაიჭრა ეს გადაცემა და კუთხური. როგორც ჩანს ბოლო შტურმი არ გამოსდის გასტრონომს, ნუ მათ გაათანებს ანგარიში, მაგრამ ალბათ გულის სიღრმეში მაინც ისინი ფიქრობენ მათის მოგებაზე. უჩუხიშვილი არ დაარტყა. ამჯერად დარტყმა იყო და არაზუსტი. კუთხურიდან გაათამაშა არაზუსტი დარტყმა კი ბატონო, დარტყმა კარიდან იქნება. ახლობით 1 წუთი ალბათ დაამატა თავმა არბიტრმა, ნუ ყოველ შემთხვევაში ამოიწურა ძირითადი დრო შეხვედრის ოდნის ცენტრში შეჩერებები და ვნახოთ. კი ბატონო, გასტრონომი 9 ნომერი ბურთით. ასლანიშვილი აებნა დარტყმა არაზუსტია. ქმნის მაინც მომენტებს გასტრონომი იბრძვის ბოლომდე. აქ ძალიან ცუდი ამოტანა ვარდუაშვილის მხრიდან მოვინის ცენტრში, რა ცუდი გადაცემა იასაღაშვილი ურჩუხიშვილი აქვს ურჩუხიშვილის დარტყმა და იბლოკება ეს დარტყმული. თუნდუა ისევ კარგად თამაშობს ურჩუხიშვილის წინ. ბატონო, გათამაშება აქ იასაღაშვილს რა კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ჩაიჭრა, მაინც მიიღო ბურთი იასაღაშვილმა, ვარდუაშვილი გრძელი გადაცემა, ურჩუხიშვილი უნდა იყოს აქ ჩასაფრებული, როგორ ვერ ამუშავებს ბურთს. ისევ თუნდუა სამო. კი ბატონო, და როგორი შეტევა? ეძი არის კონტრიერში პასი და რა ხდება, როგორ ვერ დაარტყა ახლა აქ ამ მომენტში. ალბათ გასტრონომის 9 ნომერმა როგორი დასანანი იყო ეხლა ეს მომენტი. შეეძლო გასტრონომს თამაშის და მოგება. არბიტრები მინდა უსურვო გასტრონომს, მაგრამ ბოლო ტურში თუ ვერ მოახერხებს ეს გუნდი. გაიხსენებს ალბათ ეს მომენტი უნდა გაიხსენოს დავით ასლანიშვილმა. შეეძლო გმირი გამხდარიყო. ფაქტობრივად გასტრონომისთვის კიდევ ერთი დაუშვების გასტრონომის 2-1-ზე არის შეტევა დარტყმა არაზუსტია. არ ვიცი ეს უკვე უიღბლობა ალბათ. კი. ამდენი მომენტის არ არის დღეს გასტრონომის როცა შეეძლოთ რომ დიდი ანგარიშით ყოფილიყვნენ წინ 4-4 ანგარიში. კი ბატონო. და დასრულდა დღევანდელი შეხვედრა დასრულდა. ფრედ 4-4 გაიყვეს ქულები გუნდებმა.
ანუ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა და მადლობა ამ გუნდებს ამისთვის. და ჯაში გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ამ ჩანს დელეგატებმა ის აერჩიეს საუკეთესო მოთამაშედ. არ და რა ახლოს იყო ამ ჯილდოსთან დავით ასლანიშვილი. დავით ასლანიშვილს ალბათ რომ შეეგდო ეს გოლი ბოლო. უნდა შეეგდო ალბათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ამ. კი ბატონო, თუმცა რაც არის ეს უკვე წარსულის ნაწილია. შემდეგ ტურზე უნდა გააკეთოს აქცენტი როგორც ერთმა ისე მეორე გუნდმა. ჩვენ კი დაგემშვიდობებით, მადლობა მეგობრებო და აუცილებლად დაგიბრუნდებით შემდეგ კვირას ბოლო ტურის თამაშებით დროებით.